ეს ქუთაისია. ქუთაისში ბევრი საშაურმეა, მაგრამ კითხვა ერთია. რომელია საუკეთესო? ამ ვიდეოში ნახავთ ბევრ შაურმას. ზოგი შაურმა ძალიან გემრიელი აღმოჩნდა. ზოგი ჭამაც კი საერთოდ შეუძლებელი იყო. ვის? ვიდეოს ბოლოს გაიგებთ რომელია ქუთაისში ყველაზე გემრიელი შაურმა. ეხლა კი გამოიწერეთ ჩემი არხი, მადლობა ყველას და წავედით. გაუმარჯოს კაი ხალხს. დღეს გადავწყვიტე ქუთაისში ჩამოვიარო და გავარკვიო ყველაზე გემრიელი შაურმა სად არის. ხოდა დავიწყებ კრაბ შაურმათი, რომელიც ახალი გახსნილი არის. ჩემი მეგობრები დადიან და თქვენ რო კარგი არის და ისედაც თბილისში არის კრაბ შაურმა და ბევრი ვიდეო მაქვს ნანახი და ისინიც ამბობენ რომ კარგი არის და ქუთაისში რანაირი იქნება. წავიდეთ ახლა და ერთად დავაგემოვნოთ. მე მგონი ბედი არ არის ჩემი აქანა ჭამა, იმიტომ რამდენიმეჯერ ქვეყანა ხალხი იყო. ახლა შემევედი თუ არა, დენი წევიდა. კაი, მე ვიცდი ახლა და იქნება მევიდეს ამასობაში. დენი მოვიდა, შეუკვეთე შაურმა. ჩავჯექი აგერ ბუნებაში. გარემო კაი არის, რაღაცა ასეთი გარემოები მომწონს. ჭამის გარემოს ქონის რა. რო გამზადდება ჩვენი შაურმა, ეს კიდეც აჟრიალდება, კიდეც დაიწერიპინებს. და კიდეც უნდა ეინთოს. კაი, ახლა ლოდინის დრო ვნახოთ რამდენი ექნება და შევადაროთ სხვა შაურმებს. მოვიდა ჩვენი შაურმა. აი. როგორ გამოიყურება? 15 ლარამდე მივეცეთ ამ შაურმაში. ესეც ზომა. ცომით შავია. ქუთაისი და შავი შაურმა ერთად იმენა, მაგრამ აქამდე რატო ვერ მეიფიქრა ვერავინ და მე არ მინახია და ალბათ არ იყო. ვიზუალურად ჩვენებად გამოიყურება. მოდი ახლა გავსინდოთ და ვნახოთ შიგნით რა ხდება. პირველი კვეჭა მევიდა, ხო ჩას კარგად. არასწორი მხრიდან დავიწყე ალბათ. ციტაკა აქ მაგას? არა ხო? აი ამ მე საერთოდ ციტაკის გარე შევჭამ. და ლოა და სუნდოდა ციტაკი. აგვერია, მაგრამ რა ჩვენ რა აგვერია? ამას არ უნდა წერებოდა? სადმე? შესაც აწერია რა მე? არა ხო? მერია დაავიწყო. ჩვენ აგვერია თუ ვისაერია მაგით საკითხავია ხა, იმიტომ რა არ აწერია საერთოდ ციტაკიანია, უციტაკოა. მაგრამ ახალი გახსნილია, არა უშავს რა. ბროწეული აქვს. ხორცამდე ჩავედი. აი განსხვავებული გემოაქვს რა. ჩვეულებრივი შაურმა, რა, როგორც ქუთაისში კეთდება. ფრეში გემოაქვს უფრო. არ ფიქრობ, რომ ჭამო რაღაც ძიმე რაღაცას რა. соусის განსხვავებული აქვს. კეჩუპი და მაიონეზი არ აქვს, რაღაც სხვა არის. გავამუღავე. აი გემოაქვს. ეს პროცეულიც ხდება, соусით. ეს ვიზუალური მხარე ისე ბევრს ნიშნავს, ეს ლავაშით შავი როა, და მე მომწონს და სუნით და ინგრედიენტებით ერთიანობაში ყველაფერი კაია. წვრილად დაჭრილი ხახვიც მომეწონა, ვარდისფერი ხახვი არის, ერთი სიტყვით გემრიელი არის რა. ხორცით აი რამდენი აქვს და გემრიელია რა. კაი ყოფილა ციცაკი თბილი. ყველა წერია, მე ყველა ეს ახლა საერთოდ რა. ნამოს სარაძერი. ჩვენი არის შაურმა,
მე გამისწორდა რა. მაგრამ ეს 3 წლის სალფეთქი რომ მოყვება, რავი იქნება ისევ ჭამრო სახეზე ვისმება ყველაფერს. სალფეთქი ცოტა მეტი რო იყოს, კაი იქნება, მაგრამ თვითონ შაურმა კარგი არის და განსხვავებული გემო აქვს რა. ქუთაისში ამნაირი შაურმა არ კეთდება. შაურმას რო ვიძახით ქუთაისში ყველას წარმოგვიდგენია ერთი საშაურმა მარტო, რომელიც არის მარგეს შაურმა. ხო და მარგეს შაურმადან განსხვავებულია. ძიმი არ არის და უფრო ფრეშად მოდის ყველაფერი. და სხვანაირი გემო აქვს ეს соусის და ბროწეულიც სხვანაირ გემოს აძლევს. ერთი სიტყვით იმ შაურმასაც თავისი ადგილი აქვს, ამ შაურმას თავისი ადგილი აქვს. ერთი ადგილიც მიემატა ქუთაისს, სადაც შეიძლება მოხვიდე და გემრიელი შაურმა ჭამ. თავისებური გემო აქვს, რომელიც მე მომეწონა. ამ შაურმას დაუწერდი 10-დან 8-ას. კარგი, დავიდეთ ახლა და სხვა შაურმა გავსინჯოთ, როგორი იქნება და რა იქნება. ამასობაში დაღამდა და მე ვედით მარგეში. ხო და წავალთ ახლა შევუკვეთავთ და თან გაჩვენებთ რანაირი იქნება. ვიცი რომ კაი იქნება, იმიტომ სულ აქ დავდივარ საჭმელად, მაგრამ იქნება და რამე შეიცვალა. გამოვიდა ჩვენი შაურმები მზადა, რამე ადგილი ავარჩიოთ სავჭამოთ. ან სახში ვჭამოთ, ან წყალდობოში წავიდეთ, ან არცანამ გაცივდება, მანამდე ვჭამოთ. დავეთ. მე ვედი სახში და ახლა რასაც მინდა იმას ვედი. აი, ესე გამოიყურება შაურმა. საკმაოდ დიდია. მიახლოებით იქაც 14 ლარიანი ვიყიდე, ესეც 14 ლარიანი, ეს უფრო დიდია. არ უნდა ახლა მას ამდენი ლაპარაკი. პირდაპირ დევიწყოთ. პირველი ნაკვეთი ბევრი ლავაში აქვს. ძალიან. და რო ჩავიდე ხორცამდე გამეჭირდა, მაგრამ რაფერაც იქ, რაფერაც მახსოვს. მოდი აბა. მიყვარს მარგეს შაურმა, სულ აქვს სტაბილურად კარგი გემო რა. და თუ არ გინდა ექსპერიმენტები და რაღაცა აქეთ-იქით და შაურმა გინდა, მარგეს შაურმა არის სულ სტაბილურად ამნაირი. პომიდორი, სალათა, მაიონეზი, კეჩუპი, ყველაფერი არის იდეალურად შერწყმული რა. მარგეც გავსინჯეთ და ჯერჯერობით ჩემთვის პირველი ადგილი უკავია მარგეს. მარგეს საშაურმას დაუწერ 10-დან 10-ას. ეხლა წავალ ახალი საშაურმე გაიხსნა ქუთაისში, ამბობენ რომ კარგი არის. 1-2 ინფლუენსერი, რომელიც ყავს ქუთაისში, ისინი არეკლამებენ, იმიტომ Facebook-ზე შევხვდა მისი რეკლამა და ვნახოთ აბა ახლა მართლა კაია, არაა კაი. აი მე რეკლამის გარეშე ვიტყვი ყველაფერს. აი, ეს არის პლუს. კარგი, ახლა გამოიწერეთ ჩემი არხი და დაალაიქეთ ვიდეო. სანამ შემდეგ საშაურმესთან მევედი, ამასობაში დაზამთრდა. ეს საშაურმე არის ბუხაიძეზე, ახალი გახსნილი არის და ნახოთ აბა აქ რა ხდება. გარემო მშვენიერი არის, მიყვარს ამნაირი გარემო, აი მუქფერებში არის და სიმყუდროვის შეგრძნებას იძლევა. არა და ყველგან მინები არის. სიმყუდროვის შეგრძნება დიდად არ უნდა იყოს სავით, მაგრამ მაინც სიმყუდროვის შეგრძნება, ასე მუქფერებში რო არის ყველაფერი. ამ რამდენ ხანში გაკეთება იგი ვნახოთ. მერე კიდე ნახოთ რა მხელა იქნება. რავი, იმ საშაურმეებში იყო ვიანი, 12-იანი და 14-იანი მე მგონი თუ კარგად მახსოვს და აქ არის 8, 15 შაურმის გარდა კიდე ბევრი რამე არის. მაგრამ მე ხო შაურმისთვის ვარ აქ ამოსული. ზოგი აქებს, ზოგი არ აქებს, მაგრამ რა ვიცი, ვნახავ. ჩემი თუ არ ვნახე ყველაფერი, ხო? ისე არ გამოვა არაფერი. აქანა ბუხაიძეზე სულ ამნაირი ამბავი იქნება. ძალიან მალე მოვიდა სხვათა შორის. ნუ დაახლოებით 5-6 წუთში მოვიდა. ზომა აქ შვენიერი. გემო ვნახოთ აბა. კრაბჩაურმაში რანაირი соусიც ჰქონდათ. რაღაცა აქ იმნაირი რომ ერთნაირ გემოს აძლევს იმ შაურმას და ამ შაურმასთან რა ვერ გავიგებ. პირდაპირ პირველივე კვეჩაზე აი ხორცთან მივედი. ცხელი იმნაირი რომ ვერ შეჭამო არანაირით არ მეყვარს, იმიტომ ცხელი თუ არის შაურმა პირს გწვავს და ვერ გებულებ ვერაფრის გემოს. რაც უნდა იყოს ზომიერად კარგაცა. შვენიერი.
ხორცი კაი დაბასურმებული არის, შემწვარეც კაი არის, მაგრამ ჩემთვის აქვს соуსი ძალიან ბევრი რა. და იმდენი соуსი აქვს, რომ соуსის გემო აქვს ყველაფერს. ხორცის გემო აღარ იგრძნობა, соуსის გემოზეა ყველაფერი რა. ოდნავ მშრალი რო ყოფილიყო, ოდნავ რა. იქნებოდა კაი. აი, ამაზე ვამბობდი. აი, დასველდა. გავვიდა ქვემოთ. სულ დიეტაზე ვარ რა. და როცა მაქვს ასეთი დღეები, როცა ვჭამი, ძალიან მიხარია ხოლმე რა. თავისებური გემო აქვს რა. რაღაც სალათის გემო აქვს და მაიონეზის გემო არის. სადაც ხორცის გემოს ვიჭერ, კაი არის. ინგა, რატო არ ჭამი ბოლა უნდა? დარწმუნებული ხარ? ვის? გამოვედით და რა შემიძლია ვთქვა? გემოვნების ამბავია. მაგრამ შეგრძნება იმნაირი მქონდა რომ მარტო მაიონეზს ჭამდი, რაც იყო соуს, მაგრამ მაიონეზის გემო მოდიოდა. მაგრამ არა, შეიძლება ახლა მოვიდა ზედმეტი და ისე კაი არის. რაღაცინებს. მე ვიდოდი თუ არა კიდე აქანა? შენ? თუ ამოწყდება ყველაფერი. ნუ ახლა ფუ და რა ვჭამე ეგიო მასეთი არ იყო. მაგრამ კაი შაურმაც არ იყო, ჩემი აზრით. ანუ ასე ვთქვათ, რომ ჩემ გემოზე არ იჭდა. შეიძლება თქვენ გემოზე იჭდეს რა. ერთი სიტყვით ვერ აღმაფრთოვანა ამ შაურმამ. მაგრამ სხვა რაღაცეები იქნებ კაი აქ და შეიძლება ამისთვის მოსვლა. შემდეგში ალბათ გავაკეთებ ყველაზე გემრიელი ბურგერი ქუთაისში. და მაშინაც მომიწევს აქ მოსვლა, იმიტომ ბურგერიცაა მენიუში. და მერე ვნახოთ, იქნებ ბურგერი კარგი არის. რა, მე ასე მგონია რომ მარტო შაურმა რო კეთდება იქანა შაურმას აქცევენ ყურადღებას. ერთი სიტყვით მაგის შაურმას დაუწერდი 5 ქულას. რა ვიცი, соуსი ცოტა რო ქონოდა, შეიძლება კარგი ყოფილიყო და მაგის ხარჯზე. ნუ ერთი სიტყვით, ჩემ გემოვნებაში არ ჩაჯდა აი ეს შაურმა. მადლობა ყველას რომ მიყურებთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დალაიქეთ ვიდეო და წავედით ახლა შემდეგ საშაურმაში. შაურმა მინდა და მირჩევნია დადასტურებულად გემრიელი იყოს ეს შაურმაც ახლა. ხან ბუხაიძეზეა, კაი, ხან აქეთა კაიდან. ამჯერად ვნახოთ, იქნებ და აღმაშენებელზე უფრო გემრიელი იქონს. ავედით აბა. მარგეს საშაურმეში მოვედით. ეს საშაურმე დრო იყო, ერთი საშაურმა იყო, მახსოვს, პასაჟებთან ბილიარდი რო არის, აი მაგის თავზე და მაგი იყო ყველაზე მაგარი და იმ პერიოდში გაიხსნა, აი აქ საშაურმა. და მაგ შაურმა იყო მომდენი და ისმერი არის აქ რომ მოვიდა ხალხი, ყველა აქ დადიოდა და მერე გაიხსნა ბუხაიძეზე. გამოხა შევიდეთ და ვნახოთ რა ხდება შეგნით. აი 14 ლარიანი შაურმა ვიყიდი აქაც. შევადაროთ. ყველგან 14-იან სპედოლობ. რიგი არის. ნახოთ რამდენ ხანში გამწადება. დაახლოებით 20 წუთი დაგვიანდა და აი შაურმაც აგერა. ხო და მოდი აბა ახლა ნახოთ. აჰა. მოყვა შაურმას, რა მოყვა შაურმას? 4-5 ცალი სალფეთკი მოყვა. ეს თავისთავად. და თვითონ შაურმა. ზომა ნორმალური არის. სუნიც, თავისი სუნი აქვს, მარგეს შაურმის სუნი აქვს. ეგრევე ვცნობ რა. ნახოთ ახლა შაურმა როგორი არის. აი ლავაში ძალიან ბევრი ლავაში აქვს პირველი კმენისთვის. ჯერ ეს ზედათავი მარტო ცოტა ხორცი, соуსი და ცომი იყო. გავაგრძელოთ. აი რატომ მიყვარს რა მარგეს შაურმა. ხორცია ძალიან გემრიელი და წინა შაურმისგან განსხვავებით რო გითხარით რომ ბევრი соуსი აქვს თქვა. მაგი არ არის აქანა რა. აი შეხედეთ ხორცს უკავია
თავისი ადგილი და ყველაფერი არის, რავი, ჩემთვის ზომიერად ზომას ახლა ვერ ევირჩევთ, მაგრამ ჩემთვის ეს არის იდეალური. კი. ხორცი ბევრი აქვს და შესაბამისად გემოც კაი აქვს რა. აი შეხედეთ. ერთი სიტყვით ძალიან გემრიელი შაურმა არის. მაგარი შაურმა რა. დღესდღეობით ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე კაი შაურმა არის აი ეს. რავი, ამ შაურმას დაუწერდი მე 10-დან 9 ქულას. ერთ ქულას იმიტომ დავაკლებდი, რომ ცოტა დიდი ხანი მომიწია ცთა. ისე კაი არის ყველაფერი. იდეალურად თან ცხელიც არა. არ მიყვარს როცა შაურმა არის ძალიან ცხელი, იმიტომ შაურმა გიგავია ხო ხელში და რა უნდა მოუცადო, როდის გაგრილდება, რანაირი მოსაცდელი არის ახლა. ეს თავიდანვე იდეალურ ტემპერატურაზე რო არის, აი ეს მიყვარს და ზუსტად მაგნაირი იდეალურ ტემპერატურაზე არის ეს. გარედან ლავაში შეფუჭკუნებული, შიგნით ყველაფერი თბილი, გემრიელად, კარგად. არა, მაგარი შაურმა. მარგეში ახლა იქაც ბუხაიძეზეც და ამაშენებელზეც ორივეგან კაი შაურმა გეთება. ამჯერად წინაზე იქ რო ვჭამე მარგეში ბუხაიძეზე. იმაზე უფრო აი ეს მომეწონა აქეთ გაკეთებული, მაგრამ რაფერად ვთქვი, ხან იქეთ კეთდება კარგი, ხან აქეთ. მადლობა ყველას, ვინც მიყურებთ. და ლაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი რა. ქუთაისში ძალიან რთული არის YouTube-ის კეთება. თან მით უმეტეს ასე ცნობადი სახე თუ არა ხარ, არაფერი არ არის. არავინ არ არის რომ გვერდში დაგიდგეს. მე კიდე ქუთაისიდან არ წავალ, იმიტომ მიყვარს ქუთაისი. მადლობა ყველას. კაი, წავედით ახლა შემდეგ საშაურმეში. შემდეგ საშაურმეს ძალიან დიდი ბარიერი ექნება გადასალახი ამნაირი შაურმას რო გადაასწროს, მაგრამ მიახლოებული მაინც რო იყოს, ხო შეიძლება. მოვედით, შემდეგი შაურმა არის ყველაზე განხილვადი შაურმა. ზოგი ამბობს, რომ ძალიან მაგარი არის და ყველაზე მაგარი შაურმა ქუთაისში. ზოგი ამბობს, რომ საერთოდ არ ვარგა. მოდი ახლა ვნახოთ ჩვენ, გავტესტოთ ეგ შაურმა რა. აბა თუ მიხვდებით, რომელ შაურმაზეა საუბარი, ახლა ვარ თეატრის უკან. და აკეთება შაურმა ნაკვერჩხალზე. აი ეს ადგილი არის. პატაშორის აქ არის კარგი საცხობი. საცხობი ოკო. კარგი რაღაცები კეთდება აქ. ძალიან დიდხნიანი ჩავარდნები მაქვს ვიდეოდან ვიდეომდე. და სანამ არ მევიხოდები, მანამდე და ვერ ვარ. პატაშორის ეს შაურმა ნაჭამი არ მაქვს. და გავსინჯავ ახლა და ვნახავ მე ვის სიაში ჩავეწერები იმ გენისი, ვინც ამბობს, რომ ყველაზე მაგარი შაურმაა თუ პირიქით. აქაც შევუკვეთოთ სტანდარტულად, როგორაც უკვეთავთ ყველგან, ჩვეულებრივი სტანდარტული შაურმა 14 ლარიანი. დავეთქვით. აი, შაურმა არის 12 ლარიანი და 15 ლარიანი. 14-იანი არა, ხო და ბევრი ჭამა არ მინდა, მაინც გასინჯვა მინდა და ამიტომ 12-იანი ვიყიდე. 4 ზუგდა 10 წუთი რო შევუკვეთე და 4 ზუგდა 5 უკვე რომ მოვიდა. ზუსტად 5 წუთში გამზადდა ჩემი შაურმა. არც იცი, მარტო არ მეყვარს არცად ჭამა რა. არა კომფორტულად გრძნობ თავს. ჩემნი ასე წამოვიღო და თალკე სადმე შევჭამა. რავი, თქვენც დამიწერეთ კომენტარებში თუ ხართ მასე რავი დაწესებულებაში როცა მივდივარ, მეგობართან ერთად, მაგაცთან ერთად თუ არ ვარ, შიგნით მარტო ვერ ვჯდები და ვერ ვჭამ. რავი, რამდენს გჭირთ მასე დამიწერეთ კომენტარებში. აი, ახლა მივალ და გავსინჯოთ როგორი არის ეს შაურმა. ამასობაში აგერ ჯაჭვის ხიდზე მოვედით. გადავხვიეთ ჭომაში. აი, რანაირი მშვენიერი ადგილი ვნახე, აი ამ შაურმის გასასინჯად. მიყვარს რა ქუთაისი ძალიან ლამაზი არის. კარგი, აბა, ჯერ ზომა ვნახოთ, 12 ლარად გამოგვივიდა. ზომა აქვს, ავი, ნორმალური არის 12 ლარისთვის, სიმძიმეც კარგი აქვს. რაფერად გითხარით, ცხელი არ მიყვარს, პირს რომ წვავს. და ძალიან კარგი არის, გარედან შემწვარი თბილი არის. მოდი აბა ვნახოთ შიგნით რა ხდება და ვნახოთ რატო უყვართ და რატო არ უყვართ ეს შაურმა. соусია განსხვავებული, რა აქვს ვერ ხვდები, მაგრამ პირველი კვეჩა მოვიდა, აი სტალათა, პამიდორი და ის соуსი რაც აქვს. რაღაც კომბოსტოს გემოც აქვს, მე მგონი. მომჟავო соуსი აქვს რაღაც, თავისებური და ბროწეული შემხვდა პირდაპირ თან.
მეგონა ხელსახოცი არ მოყოლია, მაგრამ მოყოლია თორმე. და ხორცამდე ჯერ ვერ მივედი. პამიდორთან ვარ კიდე. აუ ძალიან მაგარია რა. ხორცამდე მივედი და მოინახეთ. ეთყობა ხორცს რო მაყალზეა შემწვარი. წვადის გემო აქვს. ვა. აი ის ხო იცი შენ? წინა კვეჩაზე მივხვდი რატო უყვარს ხალხს ეს შაურმა და ახლა ამ კვეჩაზე მივხვდი რატო არ უყვარს. соуსი შემხვდა, რომელიც სხვანაირი რო არის, რაღაც მომჟაო, რაღაც ნიგრძის გემო აქვს, რა გემო აქვს, არ ვიცი და ხორცს დაუკარქა, ის არომატი რა, შებოლილის გემო დაუკარქა და აქვს მარტო იმ соуსის გემო. მარტო ხორცი როცა მხვდება, კაი გემო. აი შეხედეთ, ერთ მხარეს აქვს აი ეს соуსი, რომელზეც გეუბნებით რომ სხვანაირია, მეორე მხარეს არის ჩვეულები. ფაქტიურად ორ შაურმა ვჭამ. აქეთ მხარეს გემრიელია, მეორე მხარეს არაა ისეთი, რანაირიც მე მომეწონებოდა. და ამიტომ იძახი სავარაუდოდ ხალხი რომ ზოგი მაგარია, ზოგი არ ვარგა და რავი, მარტო ცალი მხარით რო ჭამოთ. საერთო ჯამში კარგი შაურმა არის მარგეს გარდა. ყველას სხვა საშაურმებს თუ შევადარებთ, მე ორი ადგილზე სავარაუდოდ ამას დავაყენებდი. იმის და მიუხედავად, რომ აი ეს соуსი არ მომეწონა, მაგრამ კაია რომ ცალმხარეს არის და ერთი ლუკმა ისე იქნება მეორე 100. რავი, სულ ესეთი რო იყოს და შებოლილი გემოქონდეს, მაგარი იქნებოდა. ამ შაურმას დაუწერდი 10-დან 8 ქულამდე. მაგრამ შესაძლებელი იყოს რომ უთხრათ რომ ის соуსი არ უქნან, რომელიც არ მომეწონა. არ უნდა შეიძლებაოდეს ისე. და მაშინ კაი გამოვა. 900-ს დაუწერდი შებოლვის ხარჯზე. ძალიან კარგი შებოლილი გემო აქვს. მადლობა ყველას, ვინც მიყურებთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო და მერე გადავინაცვლოთ შემდეგ საშაურმეში. ჯერჯერობით დავტყვეთ აქაურობის სილამაზით დავედით. და ამ ვიდეოში ბოლო საშაურმე იქნება ბრავო. აი, ბრავო. არ გეგონოთ ამ ვიდეოში რამე დაფინანსებული არის. ყველა საშაურმე და ყველა ადგილი არის ჩემი განაგონით და სადაც ვარ ნამყოფი და თქმით რომ იქ კარგი არის და ასე. მისული. ხო და ამ საშაურმეში დავდივარ სხვა რამის გულისთვის, ფრიტეს აკეთებენ. მოვიდეთ ახლა და აქ ვნახოთ შაურმა რანაირი კეთდება. შევუკვეთე შაურმა, თოქვეტლარიანი. ამის გარდა ფრიტეთ შევუკვეთე ჩემი ოპერატორისთვის. ამან არ გადაწყვიტა ექსპერიმენტების ჩატარება ხონა. ფრიტესაც დაგანახებთ როგორია და მე მოვალ და რო გადავიღებ რაღაც სხვა ვიდეოს იქ ჩავსვამ ფრიტეს. აი ახლა მოუცადოთ რამდენ ხანში გაკეთდება, ვნახოთ რა ეს შაურმა. სანამ გაკეთდება, მოდი ვითამაშოთ. 10. აჰა. ექვსი. აი, გამზადდა ჩემი შაურმა, რაღაცა 15 წუთი დააგვიანდა. მოვედით ჩვენი ადგილზე, რომ ნახოთ აბა რა ხდება. სალფეთქები გვაქვს. ზომაში რა არის, იცი? ეს ქაღალდი რო პატარა იყოს ეს ცოტა ზემოთ, გონია რომ უფრო დიდი არის რა. არა და შეიძლება არც არა უფრო დიდი, მაგრამ აი ზომაში ნორმალურია. სიცხის ტესტი გავლილია. მოდი აბა ვნახოთ, აბა გავსინჯოთ რა ხდება შეგნით.
როგორც ყველა შაურმაში, აქაც პირველი ნაკვენი მოდის соуსზე და რა ვიცი ეს ცარიელია რა. შეიძლება ჭამა რა. კაი, არ ველოდებოდი სხვათა შორის. კაი არის. აი ნახეთ. ნუ ახლა მარგე შაურმას ვერ შეედრება, მაგრამ ნორმალური შაურმა არის. ალბათ მშიოდა პირველ კვეჭებზე. ნუ ხორცი ბევრი არის შეგნით, მაგრამ რაღაც ინტენსიური გემო არა აქვს. ასე მონოტონურად გადის გემოები რა. მე მგონი ამასაც ბევრი соуსი აქვს. ნუ გემოები აკლია რაღაც. ასე ერთიანად ჩაყრილ რაღაცას ჭამი, იმის შეგრძნება მაქვს. რა ცალ-ცალკე გემოები საერთოდ არ მოდის. მაგრამ რაღაცეები კაი არის, რაღაცეები არ ივარგებს. ფრიდე კაია, შემდეგ ვიდეოებში აქ რომ მოვალ გაჩვენებ და ამ შაურმას დაუწერდი ახლოებით 6 ლამდე რა. ნუ გემოები არა აქვს ძალიან ისე ინტენსიური და ჩემ გემოში არ ისდება. კარგი, მადლობა ყველას, ვინც მეყურებთ. რავი, თუ შეგიძლიათ, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და დაალაიქოთ ვიდეო, იმიტომ ძალიან დამეხმარება და მადლობელი ვიქნები ყველასე. ასეთი გამოვიდა, რაფერაც ვარაუდობდი, მარგეს საშაურმე არის უცვლელი, ჯერჯერობით კონკურენტი არ ყავს. მაგრამ როგორც ამ ვიდეოში ვნახეთ, აქვს კიდე ზოგიერთ შანსი, რომ აკეთებენ რა, კაი შაურმებს ზოგ ადგილზე. შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში, რომლებსაც ვეცდები, რომ უკეთესი და უკეთესი გავხადო თქვენი დახმარებით. თავარია თქვენ გამოიწეროთ ჩემი არხი, მადლობა ყველას. ნახვამდის.